კომენტარმა ყველა დაგვაფიქრა. იცოდი რომ კატარაქტა პატარა შეიძლება დაბადებიდანვე ჰქონდეს. კეთდება თუ არა კატარაქტის ოპერაცია ჩვილებში? კატარაქტის ოპერაცია ჩვილებში კეთდება, აუცილებელიც არის, თუ კი სახეზე გვაქვს თანდაყოლილი კატარაქტა. იმისთვის რომ შევინარჩუნოთ მაღალი მხედველობითი ფუნქცია, არ მოხდეს ეგრეთ წოდებული ამბლიოპიის ჩამოყალიბება, ანუ არ გაზარმაცდეს თვალი. თუ კი პაციენტს არ ტკივა, შესაძლებელია მაინც სჭირდებოდეს ოპერაცია. თავის რომ კატარაქტას ტკივილი არ ახასიათებს, მისი ძირითადი სიმპტომია მხედველობის პროგრესული დაქვეითება. როგორც წესი, თავისი ჩანს ასაკოვან პაციენტებში, საშუალოდ 60 წლის ზემოთ. ჩვენ კლინიკაში გვაქვს უფასო სკრინინგის პროგრამა პენსიონერებისთვის, რომლის ფარგლებშიც ყველა პენსიონერს შეუძლია მოგმართოს და უფასოდ ჩაიტაროს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. კატარაქტის ოპერაცია სრულად ფინანსდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ჩვენ კლინიკაში კი შესაძლებელია დაფინანსების ფარგლებში მოხდეს მაღალი პრემიუმ ხარისხის პროლების იმპლანტირება. თავად ოპერაცია მტკივნეულია? თავად ოპერაცია მტკივნეული არ არის. პროცესი გრძელდება დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. აუტქევარებისთვის კი ვიყენებთ მხოლოდ წვეთებს. მარტივია პოსტოპერაციული პერიოდი, შეზღუდვები ოპერაციის შემდგომ მინიმალურია. შესაძლებელია თუ არა კატარაქტა მეორედ განვითარდეს? ერთი ოპერაცია საკმარისია იმისთვის, რომ ეფექტი მთელი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნდეს, თუმცა დროთა განმავლობაში ხდება ბროლის კაფსულის, ბროლის ჩანთის შემგრევა, რასაც მეორად კატარაქტას ეძახიან. მეორადი კატარაქტა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მისი მკურნალობა ხდება სპეციალური იაგლაზერის საშუალებით. პროცედურა ერთჯერადია და ეფექტი მთელი ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნდება. თუ მხედველობის ცვლილებებს ამჩნევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს ოფთალმოლოგთან. ხოლო თუ გაქვთ კითხვები, დაგვიწერეთ კომენტარებში.